მომხმარებელს თავაზობთ საკმაოდ ფართო ასორტიმენტს, რაც გულისხმობს უშუალოდ პარიკის მორგებას და შეძენას. არის ნატურალური თმისგან დამზადებული, ქართული, კავკასიური თმისგან დამზადებული. ჩვენ მოვიძიეთ ისეთი დანადგარები, რომლებიც რაღაც კუთხით იქნებოდა განსხვავებული. როგორ ხდება მისი მოვლა? ხდება ჩვეულებრივი დაბანა და დავარწნა. უბრალოდ არაჩვეულებრივად ვექცევით ამ ყველაფერს და ვუფრთხილდებით მაქსიმალურად, რომ ნაკეთობა არ დაზიანდეს. ჩვენი უმთავრესი მიზანი და იდეა ისიც გახლდათ, რომ დაგვემზადებინა ისეთი პროტოტიპები მამაკაცის პარიკების, რომლებიც საქართველოში არ არსებობს. მოგესალმებით, ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმრები იქნებიან თეო და გვანცა ინესარიძეები, პარიკების ოთახის დამფუძნებლები. მოგესალმებით გვანცა და ძალიან დიდი მადლობა, რომ გამონახეთ ჩემთვის დრო. პირიქით, ძალიან დიდი მადლობა თქვენ იმისთვის, რომ დაინტერესდით ჩვენი ამბებით. ძალიან საინტერესო ბიზნესი და წამოწყება, იქიდან გამომდინარე, რომ მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ქართულ ბაზარზე ბევრი არ არის ასეთი ბიზნესი და წამოწყება. საინტერესოა თქვენ როდის დაიწყეთ და რა საჭიროებებმა განაპირობა, რომ მსგავსი ტიპის ბიზნესისთვის მიემართეთ. საჭიროება უკავშირდება სილამაზის სფეროს, რომელშიც მე და ჩემი და დაახლოებით 5 წელია მოღვაწეობთ დამოუკიდებლად. ჩვენ გვაქვს საკუთარი სილამაზის სალონი და ზუსტად აი აქედან გაჩნდა ჩვენი მომხმარებლის მხრიდან ეს საჭიროება, საიდანაც ჩვენ დავიწყეთ ფიქრი იმაზე, თუ როგორ შეიძლებოდა ეს ყველაფერი რეალურად გვექცია. საინტერესოა მაყურებელმა რომ იცოდეს აქ მოსულ მომხმარებელს, რას თავაზობთ? მომხმარებელს თავაზობთ საკმაოდ ფართო ასორტიმენტს, რაც გულისხმობს უშუალოდ პარიკის მორგებას და შეძენას. თუმცა ჩვენი ასე ვთქვათ პროდუქცია არ მოიცავს მხოლოდ და მხოლოდ პარიკს. აქ არის სხვადასხვა ალტერნატიული ვარიანტები, რაც გულისხმობს მაგალითად ნახევრად პარიკს, ან წინამოს, ან შესაძლებელია მომხმარებელს სურდეს თმის დაგრძელება და შევთავაზოთ თმის შინიონით დაგრძელებისთვის. ამიტომ საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანია ჩვენი მომხმარებლისთვის, მისი საჭიროებიდან გამომდინარე ვიქცევით ასე ვთქვათ და ვთავაზობთ სხვადასხვა არჩევანს ჩვენ შოურუმში. ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი რომელია? ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი გახლავთ თმის ზედა დანამატი, რომელსაც მოიხმარენ როგორც ასაკში შესული მომხმარებლები, ასევე ამ პროდუქტს ყავს რაღაც ასაკით პატარა, ანუ ახალგაზრდა თინეიჯერი მომხმარებლებიც. დიახ, ძალიან ესეთი უნიკალური პროდუქტია. ზედა დანამატის მორგების დროს შესაძლებელია მომხმარებელმა ძალიან სწრაფად და მარტივად მიიღოს თმის გაზრდილი მოცულობა. ძალიან კარგი საშუალება იმისთვის, მაგალითად, ვისაც აქვს ალერგია და ხშირად ვერ იღებავს თმას, ქალბატონებს თავაზობთ ზუსტად ამას, რომ მომენტალურად ფარავს შეუღებავ მოუწესრიგებელ მდგომარეობას და ასევე შესაძლებელია კიდევ ერთი უნიკალური ფუნქცია შევასრულებინოთ აი ამ ზედა დანამატს, თუ მომხმარებელს არ სურს წინამოს შეჭრა. ამ შემთხვევაში შესაძლებელია მარტივად მოვარგოთ ზედა დანამატი ან თუნდაც წინამო და მიიღებს ზუსტად ისეთ ეფექტს ძალიან სწრაფად და მარტივად, ისე რომ თავის თმას არ შეეხება. გვანცა ძალიან საინტერესოა მაშინ, როდესაც იწყებდით და ამ ბიზნეს იდეას ჩაეყარა საფუძველი, ყველაზე დიდი სირთულე, რასაც წააწყდით პროცესში, რა იყო და როგორ გადალახეთ? დაწყება საკმაოდ რთული იყო ჩვენთვის. რეალურად ჩვენი საქმიანობა დაიბადა, ესე ვთქვათ, პანდემიის პერიოდში, ზუსტად იმ დროს, როდესაც ყველაფერი გაჩერებული იყო. ჩვენ, რა თქმა უნდა, ეს იდეა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გვქონდა, თუმცა ამის შესრულების გზები თითქოს არ ჩანდა. მაგრამ პანდემიამ ჩვენთვის ერთი დადებითი მხარე, ესე ვთქვათ, გამოიღო ამ კუთხით, რომ ამ პერიოდში ჩვენ მუშაობდით ბიზნეს პროექტებზე, რაც გულისხმობს სხვადასხვა პარტნიორის მოძიებას და საგრანტო დონორი ორგანიზაციების მოძიებას და ეს პერიოდი ჩვენთვის იყო ძალიან კარგი. ჩვენ დავიწყეთ თანამშრომლობა სხვადასხვა საგრანტო პროექტებთან და მათი მხრიდან მოხდა მხარდაჭერა ჩვენი ბიზნეს იდეის, რაც იმას გულისხმობს, რომ მათი საშუალებით ჩვენ შევიძინეთ ისეთი დანადგარები ჩამოვიტანეთ სხვა ქვეყნიდან საქართველოში პარიკს, რაც ეხება თითქმის არაფერი არ მოიგო
იძიება ესე ანუ ვთქვათ. პარიკებს ადგილზე ამზადებთ, ანუ არ ჩამოგაქვთ, ადგილზე მზადდება. არა. ანუ შეკვეთითაც ხდება რომ. დიახ, ჩვენ ვამზადებთ საქართველოში ქართულით მისგან, ჩვენი საწარმო არის გარდაბნის რაიონში და სწორედ აი ეს იყო ერთ-ერთი საინტერესო ჩვენი დონორი ორგანიზაციებისთვის, რომ ჩვენ ადგილობრივად დავიწყეთ, ასე ვთქვათ, ამ საწარმოს განვითარება, დავასაქმეთ ადგილობრივი მოსახლეობა, დაახლოებით 10-მდე ქალბატონი არის ჩვენ საწარმოში დასაქმებული ამ ეტაპზე, თუმცა რა თქმა უნდა მოთხოვნის შესაბამისად ეს რიცხვი ყოველდღიურად იზრდება და იცვლება. ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები სხვადასხვა უცხოურ ქვეყანასთან ექსპორტის მიმართულების განვითარებისთვის და ვფიქრობთ, რომ ძალიან სწრაფად დავიწყებთ თანამშრომლობას, თუმცა რა თქმა უნდა ამ ყველაფრის უკან არ ვივიწყებთ ადგილობრივ ბაზარს და ჩვენი პირველი და ამომავალი წერტილი არის ის, რომ ადგილობრივ ბაზარზე ყველგან იყოს ხელმისაწვდომი ჩვენი პროდუქტი, როგორც მრავალფეროვნების კუთხით, ასევე საფასო პოლიტიკასაც შევეხები და ვფიქრობ იმას, რომ ნებისმიერ ადამიანს, ვისაც აქვს სურვილი საჭიროება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მომხმარებელი მოგმართავს, ვისაც აქვს ალოპეცია, ვინც იტარებს ქიმიოთერაპიას, ნუ ეს ადამიანები ჩვენთვის რა თქმა უნდა. ესადაც იმე თემა, მაგრამ აუცილებლად უნდა შევეხოთ. ალბათ ონკოპაციენტებიც არიან თქვენი მომხმარებლები. კი ბატონო, ზუსტად ასეა და ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ ისეთი საფასო პოლიტიკა, რომ ესეთი საჭიროების დროს ადამიანმა შეძლოს ანუ ისედაც რთულ პერიოდში თავისი სურვილების დაკმაყოფილება, ესე ვთქვათ, და საჭიროების დაკმაყოფილება. ცოტა სპეციფიური მიმართულების ბიზნესი, ასე რომ ვთქვათ, და საინტერესოა რა მარკეტინგულ აქტივობებს იყენებთ იმისთვის, რომ თქვენი პროდუქტი გახდეს უფრო ცნობადი და ესე რომ ვთქვათ, ხელმისაწვდომი ადამიანებისთვის, ვისაც სჭირდება ეს. კი ბატონო, მარკეტინგი ჩვენთვის თავიდანვე იყო, ასე ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვანი, გამომდინარე იქიდან, რომ ნუ ეს ინდუსტრია ზოგადად არის არაცნობადი, მოდი ასე ვთქვათ, საქართველოს ბაზრისთვის. სწორედ ამიტომ ჩვენ შევიმუშავეთ ესეთი სტრატეგია, რომ ჩვენს მომხმარებელს ვუყვებით, როგორ ვასწავლით და ვუყვებით, როგორ უნდა მოვირგოთ, რა საჭიროების შემთხვევაში იყენებენ, ესე ვთქვათ, გოგონები და ქალბატონები პარიკს. ასევე ვასწავლით პარიკის მოვლა მოწესრიგების შემთხვევაში, რა ხერხებს უნდა მიმართონ ჩვენმა მომხმარებელმა სახლის პირობებში და ნუ აი ესეთი ვიდეო ბლოგების და მიმართვების საშუალებით ჩვენ ვცდილობთ გავავრცელოთ ინფორმაცია. ანუ მეტად სოციალურ ქსელს იყენებთ მაინც. დიახ, სოციალურ ქსელებს ჩვენ გვაქვს ჩვენი გადაცემაც, სადაც ესე ვთქვათ, დამწყები მეწარმე ქალბატონები არიან ჩვენი სტუმრები და ვუყვებით, ესე ვთქვათ, ჩვენს მომხმარებელს და ქალბატონებს თუ რა გზა გავიარეთ ჩვენ იმისთვის, რომ მიგვეღწია ჩვენი ბიზნესთვის და ნუ ეს თუ იქნება მათთვისაც გადამდები და პოზიტიური სახე იქნება ამ ყველაფერს ძალიან კარგი იქნება. ვცდილობ გადაცემაში პარიკით წარსდგე მომხმარებლის და ტელემაყურებლის წინაშე, რადგან პარიკი არ უნდა ასოცირდებოდეს მხოლოდ რაღაც ავადმყოფ ადამიანთან ან რაღაც. არა, ბოლო პერიოდში ტრენდულიც გახდა. საკმაოდ ტრენდულია, ნამდვილად მოგმართავენ შოუ ბიზნესიდანაც და ირგებენ პარიკებს იმისთვის, რომ რაღაც ფოტოსესიებისთვის ან სხვადასხვა აქტივობებისთვის იყოს თქვენი სტილი რომ არ შეიცვალოს ერთი მოცემული დღისთვის თუნდაც. სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორია მოგმართავთ. სხვადასხვა საჭიროებებისთვის. ვახსენეთ თინეიჯერები. რამ განაპირობა თინეიჯერების ინტერესი პარიკების მიმართ? თინეიჯერობის ასაკი ზოგადად არის ძალიან ისეთი მრავალფეროვანი და ჯერ ესე ვთქვათ, ეს მოზარდები არიან ჩამოყალიბების პროცესში, როგორი ვარცხნილობა მოეწონებათ, როგორ მოუხდებათ და ნუ მოკლედ საკმაოდ შერჩევლები არ აძლევენ უფლებას, რომ რადიკალური ცვლილებები განიცადოს. საკმაოდ ხშირად იცვლიან იმიჯს და სწორედ ამიტომ ყავს ესეთი კატეგორიაც მოგმართავს, ვარგებთ ჩვენ სხვადასხვა პარიკს, სხვადასხვა ფერებს და ნუ ასეთ დროს ჩვენს მომხმარებელს ზუსტად ამასაც ვთავაზობთ, რომ სანამ მიიღებს რაღაც შეღებვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას, შესაძლებელია გვესტუმროს ჩვენ შოურუმში, მოიგოს მისთვის სასურველი ფერი და დარწმუნდეს იმაში, რამდენად ერგება ეს ფერი მისი სახის პირობითად ფერებს და მისი სახის ოვალს როგორი ვარცხნილობა მოუხდება და ნუ აი ესეთი მიმართულებითაც ვახდენთ ჩვენი პროდუქტის პოპულარიზაციას. ნუ ხშირად გქონია ესეთი შემთხვევები, როდესაც მიხვდა მომხმარებელი, რომ პარიკი უფრო
ჯანსაღია იმ კუთხით, რომ თავის მას არ დააზიანებს შეღებით და სხვადასხვა манипуляციებით და რაღაც დროებით იყენებდა პარიკს. თქვენ თქვით, რომ პარიკი ადგილობრივად იქმნება, თქვენ გაქვთ საწარმო და ადგილზე ქმნით პროდუქტს. მსგავსი მომსახურება ქართულ ბაზარზე სხვასაც აქვს თუ თქვენ ერთადერთი ხართ, ვინც ადგილობრივად ქმნის პროდუქტს? პარიკების საწარმო არის საქართველოში და ეს შემიძლია მთელი სიამაყითაც ვთქვა და ჩვენ მე და ჩემ ადამს სწორედ ამ საწარმოში მივიღეთ ესე ვთქვათ რაღაც გარკვეული გამოცდილება შევიძინეთ ის ადამიანები რომლებიც დღემდე არიან ჩვენი ერთგული მომხმარებლები ან ლოიალურ მომხმარებელს გულისხმობ ის ნდობა და ურთიერთობა დღემდე გრძელდება რაც მაშინ ჩამოგვიყალიბდა და სწორედ ეს იყო ინსპირაცია ერთ-ერთი ჩვენი მომხმარებლების მხრიდან, რომ გაგვეკეთებინა უფრო გაუმჯობესებული ვარიანტები, ვერსიები და გვთხოვდნენ ეს ადამიანები შველას, რამაც არ მოგვცა მოსვენების საშუალება მე და ჩემს დას, რომ ეს ადამიანები დაგვეტოვებინა უყურადღებოდ. სწორედ ამიტომ ჩვენ მოვიძიეთ ისეთი დანადგარები, რომლებიც რაღაც კუთხით იქნებოდა განსხვავებული და საქართველოს ბაზარზე, ან მომხმარებლებს შევთავაზებდით ცოტათი განსხვავებულს პირველ ეტაპზე ცოტათი, თუმცა ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი გეგმა და იდეა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დავნერგოთ სხვადასხვა წამყვანი ქვეყნის მაგალითზე პირობითად ისეთი პარიკები და ისეთი ნაკეთობები, რომლებიც საინტერესო იქნება ამერიკისთვის, ისრაელისთვის, სხვადასხვა ისეთი წამყვანი ქვეყნებისთვის. ექსპორტს გეგმავთ აქტიურად. დიახ, საკმაოდ და გვინდა რომ მსგავსი მოდელების შეძენა საქართველოშიც იყოს შესაძლებელი და ყოველდღიურად უფრო და უფრო გაუმჯობესებთ ჩვენს ნაკეთობებს. თქვენ ახსენეთ წინამორბედი თქვენი საქმიანობები, რომელიც ორივეს თქვენ და თქვენი დას გეხებათ და ის იმავე სფეროში იყო. თუმცა პროფესიული პირველადი არჩევანი რომ გაიხსენოთ, რა სფეროში მოღვაწეობდით და მე როგორ მოხვდით აქ? იქამდე სანამ საკუთარ სალონს უხელმძღვანელებდით და ზოგადად გაჩნდებოდა ეს იდეა რომ საკუთარი ბიზნესი გქონოდა, ჩემი მოღვაწეობის სფერო უკავშირდება გაყიდვების სფეროს და ძალიან ისეთ პოზიტიური დამოკიდებულება და მოგონებები მაკავშირებს იმ პერიოდთან, იმიტომ რომ სწორედ ის ხრიკები, ესე ბჭყალებში რო ვთქვათ, გამოცდილება ძალიან მეხმარება ჩვენი პროდუქციის რეალიზებაში, ჩვენი პარიკების და ზოგადად პროდუქციის მარკეტინგის მიმართულებით ძირითადად ვცდილობ ვიყო მე თვითონ ჩართული ამ პროცესში და ვფიქრობ რომ ძალიან კარგად მადგება ის გამოცდილება, რაც წლების წინ მივიღე. აი ახლა მაინტერესებს ძალიან საინტერესო იქნებოდა პროცესი, როდესაც თქვენ და თქვენი და დასხედით და გადაწყვიტეთ, რომ აქტიურად მიყოლოდით აი ამ საქმიანობას. აი ეს როგორ გადაწყდა, რომ კონკრეტული სივრცე ქონოდათ ამისთვის ჩამოგეტანათ დანადგარები გააკეთებინა, აი ეს პროცესი რომ მოგვიყვეთ, როგორ მოხდა? ძალიან საინტერესო კითხვა, ისეთი დამოფიქრებელი, იმიტომ რომ ჩვენ როგორც გითხარით, ძალიან დიდი ხანი გვქონდა ეს იდეა და გვაწუხებდა, რომ გაგვეკეთებინა რაღაც ღირებული ჩვენი მომხმარებლისთვის, თუმცა ამის ფინანსური რესურსი სამწუხაროდ არ გაგვაჩნდა, თუმცა სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ეს ცოტა ისეთი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, იმიტომ რომ ზუსტად აი ამ უსახსრობამ და გაჭირვებამ მიგვიყვანა იქამდე, მიგვაღწევინა ჩვენ მიზნამდე, სადაც ვართ ახლა. ძალიან გაგვაძლიერა აი ამ პერიოდმა, ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ და ვიცოდით, რომ ძალიან რთული გზის გავლა მოგვიწევდა, გამომდინარე იქიდან, რომ არ არსებობს საქართველოში ცნობადობა პარიკის მოვლასთან დაკავშირებით, ან ზოგადად მისი შემადგენელი ნაწილებთან დაკავშირებით, ან ზოგადად ძალიან ბევრი კითხვა რაც შეიძლება პარიკთან დაკავშირებით გაგიჩნდეს, ნუ ძალიან რთულია, ვერავის ვერ გაუზიარებ ამას, იმიტომ რომ შესაბამის პასუხს ვერ მიიღებ მათი მხრიდან. სწორედ ამიტომ მე და ჩემი და ხშირად ერთმანეთთან ვათანხმებდით აი ესეთ დეტალებს, ვიძიებდით უცხოური ბაზრებიდან აი ამ ინფორმაციებს და ნუ რაღაც ამ პროცესებმა მიგვიყვანა ამ რეალობამდე, რაშიც ახლა ვართ. თუმცა ნუ პარიკების წარმოება არ გულისხმობს მხოლოდ ქალბატონების სურვილების დაკმაყოფილებას, ესეც მინდა აღვნიშნო.
ჩვენი უმთავრესი მიზანი და იდეა ისიც გახლდათ, რომ დაგვემზადებინა ისეთი პროტოტიპები მამაკაცის პარიკების, რომლებიც საქართველოში არ არსებობს და არა მხოლოდ საქართველოში, ძალიან ბევრ ქვეყანაში არ არსებობს. თუმცა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რამდენად ყავს ქართულ ბაზარს მამაკაცი მომხმარებელი. აი, სწორედ მანდ ვართ ჩვენ ჩავატარეთ კვლევა და ამას ეტაპობრივად სულ ვაკეთებთ ხოლმე ჩვენი სოციალური ქსელებიდან გამომდინარე. სვამთ რაღაც გარკვეულ კითხვებს პირობითად და ვეკითხებით ჩვენს მომხმარებლებს, რამდენად მზად არიან აი ამ პროდუქტის ასათვისებლად და უკავშირი იმდენად მასშტაბურია, რომ ჩვენთვისაც გასაკვირია, იმიტომ რომ როდესაც ვფიქრობდით, რომ შესაძლებელია ქალბატონებისთვისაც გარკვეული კომპლექსი ყოფილიყო პარიკის მორგება, მამაკაცებთან, მით უმეტეს ქართული მენტალიტეტის მამაკაცებთან რართული პროცესის გავლა მოგვიწევდა. ან ჩვენ გვინდა დავამსხვროთ ის სტერეოტიპები, რაც არსებობს. და გაუჩინოთ მიმღებლობა ქართულ მამაკაცს. საკმაოდ ბევრი მამაკაცი გველოდება, სხვათა შორის ძალიან აქტიურობენ ჩვენ სოციალურ ქსელში, გვეკითხებიან თუ როდის გამოვა ჩვენი პარიკები, ესე ვთქვათ, მამაკაცის პარიკები წარმოებაში როდის ჩაეშვება და პირველობის ამბიციაც ბევრს აქვს. რამოდენიმე დღეში ჩვენ სოციალურ ქსელში განვათავსებთ პირველი პარიკის საქართველოში დამზადებული მამაკაცის პირველ პროტოტიპს და ვაჩვენებთ ხო ჩვენს მამაკაცს მომხმარებლებს ძალიან საინტერესო პროდუქტის და ძალიან საინტერესო იქნება გამოხმაურებაც. აუცილებლად ამ პროცესებსაც გაგიზიარებთ. აუცილებლად. გვანცა კი ვისაუბრებთ ცოტა რას უნდა ველოდოთ თქვენგან, მაგრამ ისიც რაღაც ჩამოყალიბებული გეგმა თუ გაქვთ სამომავლო პერსპექტივებით. რას უნდა ველოდებოდეთ თქვენგან? გარდა მამაკაცის პარიკებისა და ექსპორტისა, რომელიც უკვე ვახსენეთ. ხო, ძალიან საინტერესო კითხვა, ესეც ჩვენ კი ვისაუბრეთ ამაზე. თუმცა კიდევ აღნიშნავ, რომ ჩვენი მიზანი, ესე ვთქვათ, გრძელვადიანი, მაგალითად 5 წლის პერსპექტივა რომ განვიხილოთ, არის ის, რომ ფილიალები გავხსნათ სხვადასხვა რეგიონში, მაგალითად დასავლეთ საქართველოში ასევე, რომელიც ძალიან აქტიური არის. ამის საჭიროებასაც ხედავთ, ანუ არის გამოხმაურება რეგიონებიდან. გაყიდვებს დაუბრუნდები ისევ, ანუ ჩვენ ხშირად, ალბათ უბრალოდ ძალიან ხშირად ვაგზავნით პოსტის საშუალებით სხვადასხვა რეგიონში საქართველოს მასშტაბით. თუმცა არა მხოლოდ საქართველოს მასშტაბით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩვენს ამანათებს ვაგზავნით აი ესე საქართველოს პოსტის საშუალებით. და სწორედ აქედან გამომდინარე მივიღეთ ესეთი უკავშირი და ვიღებთ პერიოდულად სულ რომ პარიკი არის ისეთი პროდუქტი, რომელსაც ჭირდება მორგება. უნდა მოირგოს ადამიანმა და მიხვდეს რომ ის არის თავისი. ჩვენ ვცდილობთ ყველანაირად მაქსიმალურს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სწორი კონსულტაცია გავუწიოთ, ესე ვთქვათ, ჩვენს მომხმარებელს, დავადგინოთ მისი საჭიროებები, რამდენად ერგება ეს პროდუქტი მის საჭიროებებს, ცოტა რთული პროცესია, თუმცა ამ ყველაფერს ესე ვუძღვებით. თუმცა გვაქვს ისეთი შემთხვევები, როდესაც მაგალითად ვერ დაემთხვა ჩვენი შეხედულებები ერთმანეთს მის საჭიროებას და აი ამ კუთხით გვიწევს გადაცვლა, მოკლედ ძალიან საწვალებელი პროცესია. ამიტომ გვინდა რომ ჩვენი მომხმარებელი გავახაროთ, თბილისშიც მათ შორის დავამატებთ ფილიალებს და მთელი საქართველოს მასშტაბით. აი ამ პროცესის შემდეგ უკვე აქტიურად დავიწყებთ, ესე ვთქვათ, ფიქრს იმაზე, თუ რომელ ჯერჯერობით, ხო, სტატისტიკის მიხედვით, ვატარებთ კვლევებს და ვფიქრობთ, სად ჯობია პირველი ნაბიჯის გადადგმა ჩვენთვის. ჩვენ რაც არ უნდა კარგად გამოვიყურებოდეთ, მაინც სტარტაპი ვართ, 2 წელია, რაც ხო საქართველოს ბაზარზე ვართ და საკმაოდ კარგი პროგნოზებით მივდივართ წინ. ამიტომ რომ არ დავაზიანოთ არც ქართველი მომხმარებელი, ვფიქრობთ ესე რომ მაქსიმალურად ავითვისოთ საქართველოს ის წერტილები, საიდანაც უფრო მეტი გამოხმაურება და შემდეგ გადავიდეთ უკვე ექსპორტის გეგმაზე. გვანცა ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში. წარმატებებს გისურვებთ, რაც თავია, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო და საჭირო საქმეს ამსახურებით და მე ახლა გადავინაცვლებ თქვენს დასთან, სადაც უშუალოდ პროდუქტზე გავაკეთებთ აქცენტს. მადლობა დიდ. თქვენს მადლობა დროებით. გადმოვინაცვლეთ თეო ინასარიძესთან, თეო უშუალოდ მოგვიყვება პროდუქტზე, მოგესალმებით თეო და ძალიან დიდი მადლობა თქვენს იმისთვის, რომ ხართ ჩემთან ერთად. მოგესალმებით, მადლობა დაინტერესებისთვის, მადლობა სტუმრობისთვის.
ძალიან საინტერესო პროცესზე გადმოვინაცვლეთ. ჩემთვის ძალიან საინტერესო პროცესზე და რომ მოგვიყვეთ ეს კონკრეტული პროდუქტები, რა მასალით მზადდება და რითია უნიკალური და განსაკუთრებული. დიახ, ჩვენი პარიკები არის მრავალფეროვანი და აბსოლუტურად ყველა მოდელი არის უნიკალური. პირველ რიგში იმიტომ, რომ დიზაინით გამოირჩევა. არის ნატურალური თმისგან დამზადებული, ქართული, კავკასიური თმისგან დამზადებული და ეს არის სწორედ უნიკალური. დიახ, განსხვავდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით თმის ხარისხით. ნაკეთობაც არა მარტო თმა გვაქვს უკვე, საამაყო ნაკეთობაც არაჩვეულებრივად გამოიყურება და ვცდილობთ მივყვეთ იმ თანამედროვე ვერსიებს, რომელიც მსოფლიოში არის დანერგილი. გავდივართ აი ამ სწავლებებს და გადაყვავს ჩვენი წარმოება ზუსტად ამ კუთხით, რომ შევქმნათ მრავალფეროვანი, ერთმანეთზე გაუმჯობესებული ვერსიები, შევთავაზოთ მომხმარებელს, ყველანაირ მომხმარებელს შევთავაზოთ თავისთვის მოსარგები მოდელები. როგორიც იქნება ქუდით, როგორიც იქნება დასაკრავი პარიკები, კი, ხელით მარტო წინამოებს, ხოლო წინამოებს წარმოადგენს, რომელიც ასევე ძალიან მოთხოვნადია, რამდენადაც მაქვს ინფორმაცია ბოლო პერიოდში. წინამოები არის როგორც საიმიჯო ვერსია, ასევე არის შეთხელებული უბნისთვის არაჩვეულებრივი ბიუჯეტური პატარა პარიკი. აი მაგალითად მაყურებელს რომ უთხრათ ეს კონკრეტული მოდელი რა ღირს? ეს კონკრეტული მოდელი ღირს 120 ლარი. და ძალიან ლამაზია, ალბათ ძალიან ლამაზია და ძალიან ბუნებრივი, რაც ყველაზე მთავარი არის ნატურალური თმისგან დამზადებული ყველა მოდელი ძლებს ძალიან დიდხანს, ანუ წლები შეუძლია მომხმარებელმა მოიხმაროს და აქედან გამომდინარე ბიუჯეტური გამოდის. თეო, ასევე ძალიან საინტერესოა და ხშირად დასმული კითხვა პარიკის მოხმარების წესი. ესე რომ ვთქვათ, მისი ჰიგიენის შენარჩუნება და ასე შემდეგ. როგორ უნდა მოვუაროთ პარიკს სწორად? საკმაოდ სპეციფიური მიმართულება, საკმაოდ ისე დელიკატური მოვლა სჭირდება, გაფრთხილება სჭირდება. თუ არ იცის ადამიანმა მისი მოვლა უმჯობესია მოგმართოს პროფესიონალებს, რომ გავუფრთხილდეთ მის ძვირად ღირებულ ნაკეთობას. როგორ ხდება მისი მოვლა? ხდება ჩვეულებრივი დაბანა და დავარწნა. უბრალოდ არაჩვეულებრივად ვექცევით ამ ყველაფერს და ვუფრთხილდებით მაქსიმალურად, რომ ნაკეთობა არ დაზიანდეს. ადამიანები უშვებენ შეცდომას, როცა ექცევიან ისე, როგორც ალბათ საკუთარ თმას მოექცეოდნენ, ასე უშვებენ შეცდომას, აზიანებენ პარიკს და ხდება მერე, რა თქმა უნდა, გაშრობა როგორ ხდება, ესე ძალიან საინტერესოა. თმისთვის ნამაზიანებელია მაგალითად ფენით გაშრობა და გვეუბნებიან რომ უნდა გამოვიყენოთ დამცავები, შემდეგ გავაშროთ. პარიკის შემთხვევაში როგორ ხდება? პარიკის შემთხვევაში შესაძლებელია ჩვეულებრივად გამოიყენოს ადამიანმა ფენი, უთო ან უნებრივად დაბანოს და გაშრეს თვითონ. დაზიანება ამ კუთხით საერთოდ არ გვაქვს, რადგან არის აბსოლუტურად ბუნებრივი და ეს ნატურალური თმა არის ისეთი ბოჭკოვანი სტრუქტურის, რომ ამ ყველაფერს უძლებს. მოჭრილ მდგომარეობაშიც ინარჩუნებს თმა თავის გენეტიკურ ხასიათს და არ ზიანდება, ანუ მოჭრილი თმა აგრძელებს სიცოცხლეს. აი ასეთი მდგომარეობა გვაქვს. მე ამ საქმეში ვარ დილეტანტი. ახალია ჩემთვის ეს ყველაფერი და მე ამ ტერიტორიას ისე ვერ დავტოვებ, რომ მე თვითონაც არ გამოვცადო საკუთარ თავზე და ასევე ძალიან საინტერესო. ჩავატაროთ ექსპერიმენტი, იმიტომ რომ მე რამდენიმე ვარიანტი ავარჩიე და მინდა ვნახო, როგორ გამოვიყურები ამ სტილის თმაში. ნახოთ თქვენი გარდასახვა. ნახოთ ჩემი გარდასახვა ერთად. როგორი იქნება? თქვენი შერჩეული მოდელიდან მახსოვს რომ პირველი გრძელი და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორად შერჩეულ სიგრძეს, ფერს და მოდელს, ანუ ვიზუალი უნდა იყოს ისეთი რომ მე მიხდებოდეს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ ძალიან სწორად შეარჩიეთ თქვენი ვიზუალისთვის. მოსახდენ და მოსარგები უბედნიერესი ადამიანი ვიქნებოდი ალბათ. ცოტა ავწევთ, ეს მოდელი არის წინამოთი წარმოდგენილი, წინამოთი მოდელები არის უფრო ადვილად მოსარგები. ყველანაირი კატეგორიის ადამიანი შეუძლია სხვათა შორის. აი ასეთი მოდელები აქვთ ძირითადად საიმიჯოდ. ესე მივდივარ საერთოდ. მე ვფიქრობ ძალიან გიხდება ძალიან სიგრძეც მას ხო და სისქეც საოცარი და ხარისხიც საოცარი მინდა რომ ვეფერო ნამდვილად საკმაოდ დიდ კონკურენციას უწევთ მსოფლიოს უკვე ძალიან ბევრ ქვეყანას თმის და პარიკის ხარისხში. მინიმუმ ვიცით რომ ეს ფერი მიხდება. მოდი მეორე ექსპერიმენტი ჩავატარო. სადოთ.
რადიკალური ცვლილება ვნახოთ, კი ბატონო. გაწმუნებული ვარ, რომ ასეთი ცვლილება ეს მართლა წავა. ასეთი იქნება სანახაობრივიც. აბა ვნახოთ ახლა ეს თქვენი თმა აქ მესმის ხო? დავმალოთ. ასე წინამორ მთელი ბავშვობა მინდოდა ეს ფერიც ქონოდა და აი ისიც. შვენიერი ჟღალი ის ფერი მე მგონი უფრო მიხდება, მაგრამ უფრო გიხდებოდათ, იმიტომ რომ თქვენი ორგანიზმი რომელიღაც ფილმის პერსონაჟს გაფარეხა. თუმცა აი ნახეთ არაჩვეულებრივი ექსპერიმენტია იმისთვის რომ არ შეიღებოთ სამომავლოდ ისეთი ფერი რომელიც თურმე თქვენ არ გიხდებათ. მეგობრებო, მოკლედ შეგიძლიათ მოხვიდეთ პარიკების ოთახში და შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი პარიკი და ჩაატაროთ ექსპერიმენტი ჩემსავით და აღმოაჩინოთ საკუთარი თავი, ახლებული ვარიანტი საკუთარი თავის. მადლობა რომ იყავით ჩემთან ერთად.